გამარჯობა, დღეს მინდა შევეხოთ ძალიან მნიშვნელოვან თემას. პრინციპში ყველა თემა, რომელიც დღეს ჩემს არხზე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით. დღეს მინდა შევეხო ხელოვნურ ინტელექტს და ბოლოს და ბოლოს გავარკვიოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი მტერია თუ ჩვენი კონკურენტია. რატომ ვწერა ვიდეოს? იმიტომ უკვე რამდენიმე წელია მუშაობთ ბევრი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტთან, რაღაცა ჩამოგვიყალიბდა უკვე რაღაცა წარმოდგენა მასზე. და ამ დროს გარშემო ვხედავ, რომ საუბარი არის, რომ ხელოვნური ინტელექტი დამტოვებს მე სამსახურის გარეშე, დაგტოვებთ თქვენ სამსახურის გარეშე, რა გვეშველება, რა გავაკეთოთ, ღირს ამის სწავლა, არ ღირს ამის სწავლა. ვისაც ვიდეოს ყურება ბოლომდე გეზარებათ, აქვე გეტყვით ჩემს აზრს. ხელოვნური ინტელექტი არ არის არც თქვენი მეგობარი, არც თქვენი კონკურენტი, ხელოვნური ინტელექტი არის ხელსაწყო. ვინც ამ ხელსაწყოს ფლობს, ის შეიძლება ჩათვალოთ თქვენს კონკურენტად. კონკურენტად კარგი გაგებით გულისხმობ იმას, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც თქვენზე უკეთესად, თქვენზე სწრაფად და თქვენზე ხარისხიანად გააკეთებს იმ საქმეს, რომელსაც აკეთებთ თქვენ. იმ ერთი და იგივე საქმეს, რომელიც თქვენ და ის ადამიანი აკეთებთ, მაგრამ ის დამხმარედ ხელსაწყოდ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, AI-ს. რატო ვამბობ ასე, რატო ვფიქრობ ასე? რატომ არ ვფიქრობ, რომ არც მეგობარი არის? იმიტომ რომ აი როგორც უკვე გითხარით, ხელსაწყო არის. ეს ხელსაწყო ჩაშენებული არის ყველაფერში. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ აი ყველაფერს ვერ ჩამოვთვლიათ, როგორც ხედავთ, ბევრი რამე გახსნილი, მაგრამ რამდენიმე რამე რო არ ვახსენო, არ შეიძლება. ყველაზე მარტივი და ელემენტარული ChatGPT, ყველამ ვიცით. Gemini თუ Gemini, არ ვიცი ვინ ხან როგორ ახსენებენ, ხან როგორ ახსენებენ. Grok-ი, Facebook-ს აქვს Meta AI. ეს ის ხელოვნური ინტელექტია, რომელიც დაგეხმარებათ, რჩევას მოგცემთ, რაღაცას დაგილაგებთ, რაღაცას მიმართულებას მოგცემთ. ყველას უწერია გაფრთხილებაში, რომ აუცილებლად გადაამოწმეთ და აუცილებლად თქვენი ცოდნის მიხედვით შეამოწმეთ, რამდენად სწორად ამბობთ ყველაფერს. აი თუნდაც აი აქედან გამომდინარე უკვე შეგვიძლია ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რომ ის უბრალოდ ამას დავალებას მივცემთ და ან ვიღაცა დაუშვათ, აღარ იქირავებს დეველოპერებს და საიტებს თვითონ გააკეთებს თავისთვის და არა, გამორიცხული არის. ამისი გაკეთებული არც საიტი ივარგებს, არც ტექსტი ივარგებს, არც რჩევა ივარგებს, თუ ჩვენ ამ საკითხში კომპეტენტურები არ ვართ და თუ არ შეგვიძლია გადამოწმება. ისევ და ისევ დამხმარია. აი, როდესაც პირველყოფილი ადამიანი დაუშვათ, ქონდა მარტო ხელი და ჯოხი, მე დაიხვეწა, ინსტრუმენტად გამოიყენა უკვე ბასრი ქვა, ხო, რაღაცა შეიძლება ძალიან ხელოვნური ინტელექტთან მიმართებაში ძალიან ცუდი შედარება მოვიყვანე პირველყოფილი ადამიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ მასზე შეიძლება შევადაროთ, იმიტომ რომ ადრე ჩვენ თუ არ გქონდა ინსტრუმენტები და ისევ მუშაობდით, დღეს ახლა ჩვენ ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი გვაქვს ხელთ. ვინც ამ ინსტრუმენტის გამოყენება იცის, ის წავა წინ და ის დადგება იმ ადამიანზე უფრო წინ, ვისაც არ აქვს ესეთი უნარები. შემდეგ გადავიდეთ დიზაინის დაუშვათ ცალკე კონკრეტულად Canva, ყველა მიცის, Canva-ს თავისი ხელოვნური ინტელექტი აქვს. Adobe Express-ი ესეც Canva-ს მსგავსია. ახლა ამათ ისეთ შედარებას არ დავიწყებ, რომელი ჯობია და უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველგან არის და ამ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობას უნდა შევეჩვიოთ, უნდა ვიცოდეთ როგორ ვიმუშაოთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა შედეგები უნდა მივიღოთ და როგორ გამოვიყენოთ ეს შედეგები. Microsoft Designer-ი ძალიან მომწონს. შემდეგ SEO პლაგინები. WordPress საიტის SEO პლაგინის გარეშე ხა, რა თქმა უნდა, ვერ წარმოგვიდგენია. მაგალითად, RankMath აქვს SEO პლაგინში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დაგეხმარება ტექსტის დახვეწაში, დაწერაში. SEO ფუნქციები აქვს ასევე Yoast-საც. აქ არის დიდი iOS chat-ი არის, ამ chat-საც აქვს თავისი ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარება ბოტის შექმნაში, რომელიც საიტზე შესვლისას პასუხს გასცემს მომხმარებლებს. ვინც კონკრეტულად კოდს წერს WordPress-ისთვის. აქ არის გათვალისწინებული ყველაფერი იმისთვის, რომ დაიწეროს ხარისხიანი, კარგი კოდი WordPress კოდექსის დაცვით. იგივე არის VP Turbo. არ შემიძლია არ ვახსენო Crocoblock-ი, რომელსაც დაემატა ასევე ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები და ისიც გვეხმარება. და ალბათ ყველაზე მთავარი ბილდერებზე საუბრისას არ შემიძლია არ ვახსენო ეს ფუნქციები, სადაც აი ეს ყველა ფუნქცია
გაერთიანებული არის მაგალითად DVAI-ში. შეუძლია სურათების შექმნაც, ტექსტის შექმნაც, კოდის დაწერაც, CSS და HTML-ი იგულისხმება, რაღაცა რეკომენდაციები შეუძლია მოგცეს, სურათები გააუმჯობესოს უკვე არსებული და იგივე ფუნქციები აქვს Elementor-საც. აქ არის Cadence AI-ს, ეს არის ZipWP, ეს არის Seed Pro და ეს არის ყველა ის ბილდერი, რომელიც კონკრეტულად უკვე იყენებს ისეთ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც მომართული არის ამ ფუნქციების გასაუმჯობესებლად. აი ეს არის მეგობრებო, ამის თქმა მინდოდა და ჩემი აზრით მე მგონი კარგად გადმოგეცით. ანუ გავიმეორებ, არც მეგობარია, არც კონკურენტი არის, ეს არის ხელსაწყო, რომელთან მუშაობაც აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. წარმატებებს გისურვებთ პროექტებში. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და გააზიარეთ თუ თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო იყო. წარმატებები.